Хорошо? Вот. Тем более, что в течение 3, 4, может быть 5 месяцев это зависит от восстановления шубрунки. Я намерен вместе с вами составить, с чиатурцами, составить план развития предприятия, план развития чиатура. В этом плане, я уже знаю просто о чем говорю, однозначно будет увеличение количества забоев, добычных участков. Поэтому я вам могу точно и определенно сказать, что с сегодняшнего дня предприятие будет каждый день испытывать нехватку кадров. Кто хочет работать, кто может работать, 100% работать будет. ერთი კითხვა შეიძლება ხო? ანუ თქვენ ამბობთ რომ გარკვეული მაგალითად ჭიათურის წყალი, წყალკანალი, ასევე დიდი ალბათობით დასუფთავება რომელიც ჭიათურას ასევე სამშენებლო. აი ეს ადამიანები ამ წუთამდე ითვლებიან ჩვენს თანამშრომლებს. და ეს ხალხი არიან ჩვენს გვერდით ყველა ჩვენთან ერთად. და ეს მამავთვა დაიწყეს ამ კომპანიაში მუშაობა. რა გარანტიები აქვს ახალ კომპანიაში გადასვლით, რომ სამსახურიდან ან მასობრივი წმენდა, ან სრულად ან რეორგანიზაცია არ შეეხება. ეს ხო არ ნიშნავს, რომ ვწირავთ უბრალოდ იმ თანამშრომლებს ჩვენი გადარჩენის ხარჯზე. ან ახალი კომპანიის კეთილნებაზე ვყვარდებით მხოლოდ. რა ვალდებულებებს ვაკისრებთ ახალ კომპანიას ამ кадრების შენარჩუნებაზე. Смотрите, на самом деле, я вам так скажу, конечно, скорее всего, какое-то сокращение в этих компаниях будет.